დილამშვიდობის საყვალოს მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ეხლა რა მინდა გითხრათ, მოკლედ გეტყვით. დიდი ხანი არ მექნება დრო რომ ვისაუბრო. დღეს 17 საათზე, ესე იგი 5 საათზე, ჩვენ მე, შენ, ვინც ვიყურებ ეხლა, ჩემი მეუღლე შევხვდებით, ესე იგი ჯვრის მონასტერზე. ჯვრის მონასტერი იცით რომ არის გაითიშა, ჯვრის მონასტერი იცით რომ არის მცხეთაში მეგობრებო და მცხეთაში ჯვრის მონასტერზე გოლგოთას მთაზე ესე რომ ვთქვათ მეორე მხრიდან რომ დავახასიათოთ რა ადგილი არის ეს ჯვრის მონასტერზე ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს გოლგოთას მთაზე არ ვიცი ითიშება მეგობრებო არ არის კარგი დაჭერა თუ რა ხდება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღეს შევხვდებით ჯვრის მონასტერზე ერთმანეთს მართალია ამინდია არ არის კარგი მაგრამ მეგობრებო გული არ გაიტეხოთ ხვალ უფრო მეტი ხალხი მოვა უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი იქნება გოლგოთა მოკლედ მეგობრებო რა ვიცი რა ხდება ითიშება ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ დღეს არ ვიცი როგორი ამინდი იქნება უკეთესი ამინდი იქნება დღევანდელზე სავარაუდოდ ჩვენ იქ ვიქნებით 10-11 საათიდან მზის ჩასვლამდე და მასინ კიდევ შევიცვალე ადგილი მეგობრებო ესე იგი მასზე ისევ 10-11 საათიდან ვიქნებით ჯვრის მონასტერზე მზის ჩასვლამდე და შემდეგ უკვე დავისვენებთ ერთი სიტყვით ჩვენ გნახავთ თქვენ ჩვენ ნახზოგას ცუდი ისინი ხო მეგობრებო რა ვიცი აი ახლა გამოვაჩენ შევს მეუღლეს აბა ჩემო მეუღლე მითხარი რა ხდება ხო დღეს მობზანით დღეს ჩვალზე სარამოს ვიქნებით ხვალეც ვიქნებით და სეკ ვიქნებით დილი და სარამოს სამდე საღამოს მზის ჩასვლამდე ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო გავთიშავ ახლა იმიტომ რომ ისედაც ითიშება როგორც ჩანს აქ კარგი დაჭერა არ არის ინტერნეტს ვერ იჭერს ჩემი მაგთი ხო და გელოდებით რა ყველა წარადგენს თავის იდეას ესე იგი რისთვის ვიკრიბებით რა ჩვენ იქ ვიკრიბებით იმისათვის რომ ჩვენ წარმოვადგინოთ ჩვენი იდეები წარმოვადგინოთ საქართველოს განვითარების